ახლა ავერსში უნდა გადავინაცვლოთ, სადაც ბავშვთადაც საერთაშორისო დღე აღინიშნა, პატარებისთვის არაერთი ღონისძიება ჩატარდა. ეს კომპანიის ერთგვარი ტრადიციაცაა, კითხვა კითხვით. ასე ერქვა წიგნის ფესტივალს, რომლის გენერალური სპონსორი სწორედ ავერსი გახლდათ. ეს იყო ერთდღიანი დღესასწაული, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს შემეცნებითი აქტივობები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები დახვდათ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში ავერსის რამდენიმე აფთიაქში პატარებს საყვარელმა ანიმაციურმა პერსონაჟებმა უმასპინძლეს და მათთვის დამახასიათებელი შოუ გამართეს. დღის ბოლოს კი კონცერტი სახელად სიმღერის ანაბანა გაიმართა, სადაც ახალმა თაობამ ძველ ანაბანელებთან ერთად ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ნომრები შეასრულეს. აი ასეთი გახლდათ ეს დღე. ჩვენს პატარებს მთელი წლის განმავლობაში უძღვნით ყოველ დღეს, ეს არ არის მხოლოდ 1 ივნისი, თუმცა დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვემზადებით, რომ მოვუწყოთ სხვადასხვა ღონისძიებები, სხვადასხვა აქტივობები, ჩვენთან სტუმრობა უფრო სახალისო იყოს მათთვის ავერსის საფთიაქო ქსელში. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცოთ ჩვენს პატარებს დღევანდელი დღე უსურვო ჯანმრთელობა და ღიმილი არ მოკლებოდეთ აი ამ ჩვენი სარეკლამო რგოლით, რომელიც შევთავაზეთ დღეს ჩვენს პატარებს, ღიმილი ჰქონოდეთ მუდამ სახეზე. ყველა დღე ბავშვისაა, მაგრამ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ. დღევანდელი დღე ორგანიზებული იყო ლიბჯის მიერ და ავერსი ფარმა წარმოადგენს გენერალურ სპონსორს. მეც მონაწილეობდი ამ ღონისძიებაში, სადაც პატარებს წარუდგინე პატარა პრეზენტაცია, რჩევები, თუ როგორ უნდა ვიყოთ ჯანმრთელები. ეს არის 7 გზა ჯანმრთელობისაკენ. ვფიქრობ, რომ მათ ეს რჩევები გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღეს მუსიკის სიყვარულის ზეიმი იყო. ემოციები არის ზღვა, რაღაცა ულევი, ძალიან სავსე ვარ დღევანდელი საღამოთი. ჩვენ აი ეს მუსიკის სიყვარული მივუძღვენით ჩვენს პატარებს და მთელი მსოფლიოს პატარებს და ზუსტად აი ის ბედნიერება, რაც აქ სუფევს, მთელი ცხოვრება ესეთი ბედნიერებით ევლოთ.